დავიწყე დატვირთვა ტექსასში. ეს ის პირთია, რომელიც მიჩიგანში მიდის. არ არის ძიმე, 18,000. Hey, amigo, more left side. Yeah. More. და 18,000-ია სულ წონა. Good. Yeah. 18,000-ია სულ წონა და მიდის, ესე იგი, როგორც გითხარით, მიჩიგანში უნდა ჩავიტანო ზეგ. გასავლელია სულ 1400 მაილი. გადახდა არის $3,300. ეს რა არის? მე მახსოვს რომ ამას მე მგონი შველერი ქვია, ხო? თუ არ ვცდები, თუ არ შევრცხვი ეხლა მე. მაგრამ მე ვფიქრობ შველერს ვეძახით ჩვენ ამას, ხო? დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის ვიცი როგორ უნდა ავიღო და როგორ უნდა ჩავიტანო, რაც უნდა დადო ნახე. ეხლა ამას მივაწევინე წი. ისე რომ შევატყუპებინე. მივეხმარო, ეხლა ჯობია. საბოლოო ვარიანტი უკვე ესე გამოიყურება დაბმული. აი ეს. თავში მაინც ესე ამონტარებით დავაბი. წირო არ დაიძრას და დანარჩენი ხა. არ არის. ისეთი წონა რომ რამე მოუვიდეს. ეს კიდე ჯვარედინათ არის ესე. აქ კიდე დამჩა ადგილი და შეიძლება გზაში რამე ტვირთი კიდე ავიღო. ესეთი მუშაობა არის ტრაილერის ზღოლის შემთხვევაში. აი აქ ამზადებენ ამ შველერებს, ხო, შველერია, რავი, მე შველერს ვეძახი. მაგრა ცხელა ეხა ტეხასში, მაგრამ ტეხასი ქართულად, ტექსასი ამერიკულად. როგორც გინდათ ისე მიი. ძალიან ცხელა, მაგრამ უკვე მონტანაში, ვაიომინგში იქით თოვლია, სხვაგან ცივა, სხვა შტატებში, ასე რომ ცოტა ხანში სიცხე მოგვენატრება უკვე. ჭამის დროს მოვიდა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩემო მეგობრებო, როგორც წინა ვიდეოს ფრაგმენტიდან გითხარით, ვიყავი ტექსასში, წამოვიღე იქიდან ის ტვირთი, დავცალე. ახალი ტვირთიც უკვე ავიღე, გაჩვენებთ ამ ტვირთს. აქედან, ანუ მიჩიგანში ვარ. მიჩიგანში დავცალე და მიჩიგანშივე ავიღე ეს ტვირთი. მივდივარ ნიუ-მექსიკოში, სულ გასავლელია 1600 მაილი. მიმაქ რაღაც დანადგარების მაგვარია რაღაცები არ ვიცი რა არის. მის დამტვირთა ამან მითხრა რომ მე გადმოფრინდები ნიუ-მექსიკოში და იქ დაგხვდები ორშაბათს. დღეს ხუთშაბათია. ორშაბათს ეს ტიპი ნიუ-მექსიკოში დამხვდება, შემოცლის და ისევე ახალ ტვირთზე როგორც ზღოლის ცხოვრებას შეეფერება ერთი ტვირთიდან მეორე ტვირთამდე, მერე მესამე და ასე შემდეგ. ანუ არ ვჩერდებით.
მუშაობთ და ეხლა გაჩვენებთ კიდევაც რა ტვირთია. აი ეს გახლავთ ძიმე არ არის, ანუ რატო უსვავ ხოლმე ხას, რომ ძიმე არ არის, იმიტომ რომ როდესაც ტვირთი მძიმეა, შესაბამისად ტრაილერიც მეტ საწვავს მოიხმარს, საწვავი აქ კიდე საკმაოდ ფული ღირს, ასეა თუ ისეა და შესაბამისად ხარჯი მეტი მაქვს. როცა სუბუქია წონა, ხარჯიც ნაკლები მაქვს და ეს რა თქმა უნდა, ჩემი პლუსია. ესე იგი, ეს ტვირთი როგორც გითხარით, 1600 მაილზე მიმაქვს, ნიუ-მექსიკოში უნდა ჩავიტანო ორშაბათს, დღეს არის ხუთშაბათი. ტვირთის ფასი არის ნიუ-მექსიკომდე $4,600. მანძილი იმასთან შედარებით ახლა მე რაც დრო მაქვს იქ ჩასატანად ბევრი არ არის, რა თქმა უნდა. შესაბამისად არ მომიწევს დაღლა, ისე ვივლი რომ სვენებით. გზაზე რაღაცებს მივხედავ. ტრაილერს ხან ზეთი შეცვლა ჭირდება, ხან რაღაც ხელი შევლება და თუ რამეა საჭირო, მაგის დროც მაქვს, რა თქმა უნდა. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გახლავთ პარასკევი, მე კვირის დასაწყისში გითხარით, რომ გადავიღებდი ვიდეოებს, რომლის საშუალებითაც თქვენთან ერთად დავაკვირდებოდი მარკეტზე, ანუ ტვირთების ფასები რა იქნებოდა, შეიცვალა თუ არა რამე ამ ხნის განმავლობაში. და ეხლა მე თქვენ გეტყვით, როგორ ჩაიარა ამ კვირამ, რადგან დღეს უკვე გახლავთ პარასკევი. გუში დავიღე ამ კვირის ბოლო ტვირთი და შესაბამისად უკვე შემიძლია რომ დავიანგარიშო და ესე გითხრათ თუ როგორ ჩაიარა კვირა. ეს კვირა დავიწყე ორშაბათს, ოკლაჰომადან წავიღე პირველი ტვირთი ტექსასში, სულ იყო 520 მაილი და ტვირთის ღირებულება გახდა $1,600. ტექსასიდან მეორე იმავე დღესვე, როდესაც ჩავიტანე, ანუ მეორე დღეს როცა ჩავიტანე, ანუ სამშაბათს, ავიღე შემდეგი ტვირთი მიჩიგანზე. მანძილი იყო დაახლოებით, ზუსტად შემიძლია გითხრათ 1400 მაილი და ტვირთის ღირებულება გახდათ $3,300. სამშაბათს ავიღე ტვირთი, ხუთშაბათს ჩავედი მიჩიგანში. დავცალე ეს ტვირთი და იმავე დღესვე ხუთშაბათს ავიღე უკვე ამ კვირის ბოლო ტვირთი, ანუ long mile, რომელიც ორშაბათს უნდა ჩავიტანო. ეხლაც დატვირთული ვარ, რა თქმა უნდა, გზაში ვარ, მივდივარ. გავჩერდი ომაჰაში და აქედან წერ ვიდეოს. ამ ტვირთის ღირებულება გახლავთ $4,600, ხოლო მანძილი მიჩიგანის შტატიდან ნიუ-მექსიკოს შტატამდე იმ დანიშნულების პუნქტამდე, სადაც მე უნდა ჩავიდე, გახლავთ $1,600 მაილი. ანუ ეხლა რო ვიანგარიშოთ რა გამოდის. მაილები რო დავთვალოთ პირველ რიგში გამოგვივიდა 520, 1400 და 1600, ხო? ანუ გამოვიდა 3520 მაილი. ხოლო ტვირთების ღირებულებები რო შევკრიბოთ, გამოდის შემდეგნაირად. ესე იგი $1,600, 3,300 და მესამე ტვირთის 4,600. ეს მთლიანად გამოდის $9,500. ანუ
კვირის გროსმა ორშაბათიდან და ეხლა რომ მივიდივარ და ორშაბათს მე ნიუ-მექსიკოში ჩავიდა ამ კვირს შეადგენს $9,500. გავლილი მანძილი გახლავთ 3,520 მაილი. რო ვიანგარიშოთ per mile, ანუ მაილზე რამდენი გამოვიდა $, ეს გახლავთ, ესე იგი სადღაც დაახლოებით $2 და 79 ცენტი, $2 და 70 ცენტი, ესე ვთქვათ, უხერხად. დღეს მდგომარეობით ეს ამ გროსის მაილაჟიდან გამომდინარე ეს ტარიფი ვფიქრობ რომ არ არის ცუდი საერთო ჯამში. თუმცა წინა კვირებს თუ გადავხედავთ ძალიან მცირედი სხვაობაა, აი შეიძლება იყოს 5 ცენტი ან მაქსიმუმ 10 ცენტი სხვაობა. ამით ჩვენ ახლა ვერ გავსაზღვრავთ რომ მაინც და მაინც ესე იგი ტვირთებს ფასები მომატებული აქვს, იმიტომ რომ საშუალოდ ისე ხდება ხოლმე რომ ყოველ სამუშაო კვირას ერთი და იგივე ტარიფი არასოდეს არ ფიქსირდება, პლუს მინუსია მეტნაკლებად და შესაბამისად ეხლაც აქედან გამომდინარე ეხლა ვერ ვიტყვი რომ ტვირთებზე ფასები მომატებულია. მე საუბარი მაქვს დავაზუსტებ კონესტოგაზე, სხვა ტრაილერების ტარიფების შესახებ, რა თქმა უნდა, არ ვიცი. ეხლა ამ აღნიშნული გროსიდან 9,500 გროსი რომელიც გამოვიდა, რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ეხლა ჩემი საკუთრება არ გამოდის, იმიტომ რომ ამას თავის ხარჯები აქვს, მაგრამ გეტყვით ეხლა ვინც არ იცის, ვარ ოუნერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყავს ჩემი საკუთარი ტრაილერი, რომელიც არის გამოსყიდული, არ მაქვს არანაირი გადასახადი ტრაილერზე, გარდა რა თქმა უნდა დაზღვევისა და იმ წელიწადში ერთხელ რეგისტრაციის ფულს რო ვიხდი, ასევე სერვისი რაც ჭირდება ტრაილერს გზაზე თუ გამოგიჩნდება, ჩემი შესაკეთებელია, საბურავები ჩემი საყიდელია, ზეთი ჩემი შესაძლელია და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ასეთი დამატებითი ხარჯები გამოსყიდვის თვალსაზრისით ტრაილერს არ გააჩნია. შესაბამისად ამ შემთხვევაში, ანუ მთლიანი გროსიდან უნდა იანგარიშოთ საშუალოდ რომ ოუნერს ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში დარჩება დაახლოებით 60%. ეს დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, ასევე გასათვალისწინებელი არის აქვს საწვავს ამდენზედა. ეხლა ამ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში, ამ კვირის საწვავის მოცულება გახდათ ზუსტად 600 გალონი ჩავასხი. თანაც მომიწია ისეთ შტატებში სიარულებიც არის ტექსასი, კანზასი, ოკლაჰომა, სადაც იაფი იყო და დაახლოებითი ღირებულება, რასაც მე ვასხავდი, იყო გალონზე $2 და 99 ცენტი. ამან რა თქმა უნდა, კარგი შეღავათი გამიწია და მაქსიმუმი რაც შეიძლება ვიანგარიშოთ, აი ეს თუნდაც $3 ტარიფი გამოდის რომ $600-ზე, ესე იგი მაქსიმუმი ჩასხმული მაქვს $1,800. ესე იგი $1,800 ხარჯი უნდა გამოაკლდეს ამ გროს 9,500-ს, ასევე უნდა გამოაკლდეს კომპანიის ხარჯები. კომპანიის ხარჯები გახდა შემდეგნაირი. მთლიანი გროსის 9,500-ის 12% მიაქვს დისპეჩერს. დაახლოებით $780 გახლავთ კომპანიის ხარჯები, სადაც შედის კარგოს ანუ ტვირთის დაზღვევა, სეიფტი მომსახურება, მისაბნელი, რომელიც მე მაქვს ჩაბმული ეგრეთ წოდებული კონესტოგა, მისი ღირებულება, გულისხმობ რენტის ფული, ქირის ფული, მე ქირას ვიხდი ყოველ კვირეულად, ანუ ეს ხარჯები ხა მე რასაც ვთვლი, ეს არის ყოველკვირეული ხარჯი და არა თვის ხარჯი. თვის ხარჯს კიდე დამატებით ცოტა რაღაცები ემატება, მაგრამ განსაკუთრებული ისეთი არ არის. საბოლოო ჯამში, ესე იგი, ეს ხარჯი თავის საწვავიანად ადის 40%-ზე, ანუ 9,500-ის 40% არის მთლიანად ხარჯები, ხოლო 60% უკვე როგორც ოუნერს არის ჩემი, ასე ვთქვათ, მე ვჩემი.
კითხვები ყოველთვის ისმის ხოლმე, რომ ეს არ არის უთამოგება, ამას ახლავს მანქანის წვეთის ხარჯი, იქ შემდეგ უნდა მოაკლოთ ტაქსები, რომელიც გადასახადი გაქვთ, ვიცი, რა თქმა უნდა ისია, მანქანის წვეთის ხარჯის უნდა იანგარიშოთ, ასევე უნდა იანგარიშოთ აპრილში, როდესაც აქ საანგარიშო პერიოდი აპრილიდან აპრილამდეა. აპრილში, როდესაც უწევს ტაქსების გადახდა, მაშინ უნდა გადაიხადოთ. შეგახსენებთ, რომ მე ერთჯერადად ტაქსები არ მეჭრება, ანუ აღებულ ხელფასიდან ტაქსები მე არ მეჭრება, რადგან მუშაობ სხვა გადახდის სხვა ფორმაზე, რომელსაც 1099 ეწოდება. შესაბამისად, მე ამ გადასახადებს ვიხდი წლის ბოლოს, ანუ საანგარიშო წლის ბოლოს, რომელიც აპრილშია და თან მე ამაზე ვიდეო მაქვს, რა თქმა უნდა, გადაღებული, იქ მაქვს ყველაფერი ახსნილი, უბრალოდ ეხლა ხშირად არის ხოლმე, რომ მაინც ებადებათ კითხვები და განმარტებას მაგითო ვაკეთებ. შესაბამისად, საანგარიშო წლის ბოლოს, როდესაც ტაქსების გადახდა მოვიწევს, აი ამ ჩემს მთლიან შემოსავალს გამოაკლდება ყველა ის დამატებით ხარჯი, რომელიც მე გადავიხადე მანქანის რემონტში, სერვისში, სხვადასხვა ხარჯებში, რაც ჩემ კომპანიას ჭირდებოდა მომსახურებისთვის და რაც დარჩება მოგების სახით, უკვე იმის გადასახადს ვიხდი ბიუჯეტში. ეს სხვადასხვა იმის მიხედვით არის, ანუ რა ხარჯი მექნება. ამიტომ ეხლა ეს შემოსავალი, რასაც მე ვიღებ, ეს არის ამ შემთხვევაში ჩემი, მაგრამ საანგარიშო პერიოდში უკვე ვიხდი ტაქსებს. ასე რომ ეხლა რომ ძალიან უარ დაგაბნიოთ, ანუ ესე იგი $9,500 გახლავთ გროსი, მაილი გავლილი ამ კვირაში და ეხლა რაც მაქვს მე დარჩენილი კიდევ რომელიც ნიუ მექსიკომდე უნდა ჩავიდე, ისიც ჩათვლილი მაქვს. გახლავთ ესე იგი $3,520 მაილი, საწვავის ხარჯი 600 გალონი და მომატები $3-ზე ვიანგარიშე $1,800, აი ყველაფერი ამის გათვალისწინებით მიმდინარე ნამუშევარი კვირიდან ოუნერს ამ შემთხვევაში მე უნდა შეხვდეს 60%, რაც შეადგენს გროსიდან დაახლოებით $5,600. მე არ გახლავართ გამონაკლისი, ვინც რა თქმა უნდა ასე მუშაობს, ანუ ჩემ მდგომარეობაშია, მე უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რა ხდება ტრაილერზე მუშაობის დროს და როგორ ხდება დაანგარიშება და ასევე რა ტვირთები გადამაქვს, იმასაც გაჩვენებთ, ასევე გაჩვენებთ როგორი შრომა ჭირდება აღნიშნული სამუშაოს შესრულებას და ის რომ ხეზე არ იკრიფება, რა თქმა უნდა, ეს ფულები, რომელსაც ეს შემოსავალი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მძღოლები. იცით რა, კიდე რის თქმა მინდოდა, ამას მიიღებთ ისე რომ თითქოს მე რაღაცის აფიშირებას ვაკეთებ ახლა ამ შემთხვევაში, რომ რაღაც მინდა რომ წარმოაჩინო რაღაცა, არა, სრულიადაც არ ვცდილობ ამას, მე ამ ვიდეოებს და მსგავს ვიდეოებს უკვე წერ საფხულიდან და ყოველთვის ერთი და იგივეს ვიმეორებ, რომ არის ესეთი შრომა, არის ესეთი სამუშაო, არის ესეთი შემოსავალი. ბევრს ვისაც შეუძლია მუშაობს, ბევრს კიდე ვისაც არ შეუძლია უბრალოდ ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და ეხლა პლუს კიდე საბუთების ხრივ სიტუაციაც გართულდა, ისინი რა თქმა უნდა ვერ მუშაობენ და სხვა სამუშაოს ამჯობინებენ. ადვილი ნამდვილად არ არის, გინებავთ ოუნერი, გინებავთ მძღოლი, ოუნერს უფრო მეტი თავის ტკივილი აქვს, მინდა გითხრათ, მძღოლი ამ შემთხვევაში მიიღებდა სუფთა პროცენტს გროსიდან, ამ შემთხვევაში ადრე იყო 30%, ეხლა ვიცი რომ კიდე მოიმატა, სადღაც 35%-ზე არის ასული და საკმაოდ კარგი ანაზღაურება შეხვდებოდა ასევე მძღოლსაც.
მე თუ განსხვავებულ არაზღაურებას ვიღებ, უნდა იცოდეთ, რომ მე კიდე მაქვს ის ხარჯები, რომ ხე არ არის, ხო, დავაკაკო აქ. გზაზე შეიძლება გავიდე ახლა, გამიფუჭდეს ტრაილერი და ეს შენი ნაშვები 5600 დოლარი არ მეყოს იმ ტრაილერის გაკეთებაში. ასე რომ ფორტუნაც არის, მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა გამართლებაც არის, მაგრამ არ ნებდებით მუშაობთ, ვაგრძელებთ მუშაობას. აი ეს რამოდენიმე კვირა, რასაც იმუშავებ, ყოველთვის გათვალისწინებული უნდა გქონდეს, რომ მომავალში რომ დაჭირდეს ტრაილერს რაღაცა შეკეთება, მე ამისთვის უნდა იყო საათ, ანუ ფული უნდა გქონდეს გადადებული. მე სამუშაოდ გამოვედი, მისვენებდი სახში ერთი კვირა, მე სამუშაოდ გამოვედი 4 სექტემბერს, დღეს გახლავთ 17 თუ 18 სექტემბერი, არეული მაქვს უკვე დრო. ყოველ შემთხვევაში უკვე თვენახევარზე მეტია უკვე გამოსული ვარ. ვაპირებ ნოემბრის შუა რიცხვებამდე მუშაობის გაგრძელებას და მერე დაბრუნება სახში. ასე რომ უბრალოდ შედარება რომ გააკეთოთ, როგორი შრომა ჭირდება ასეთი ტიპის სამუშაოებს მინდა იცოდეთ. ეს ვიდეო მე ჩავწერე იმის გამო, რომ აინტერესებდათ ადამიანებს და მთხოვეს, რომ გამეკეთებინა ერთკვირიანი ვიდეო, თუ რა სახის პირთები იქნებოდა, როგორი მდგომარეობა იქნებოდა მარკეტზე და თქვენთან ერთად მეც მაინტერესებდა, გადავიღე, ჩავწერე და გაჩვენეთ თუ რა ხდება ამ წუთში რა სიტუაცია. რაც შეეხება იმ სიტუაციას, რომ აი გზებზე შემოწმებები, რომელიც ესე აწუხებს საზოგადოებას, იმ კატეგორიას, საზოგადოების იმ კატეგორიას, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული, მინდა გითხრათ, რომ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, იმიტომ რომ მე თვითონ არ შევსწრები ვარ არასოდეს არც PlayStation-ზე, არც გზებზე checkpoint-ებს, ISIS რეიდებს, ასე ვთქვათ. ჩემი თვალით არ მინახავს, ამაზე ნათქვამი მაქვს, რომ თუ შეხვდები, რა თქმა უნდა, გადავიღებ, მაგრამ არ მინახავს და არ მინდა ეხლა რომ რაღაცა ტყუის ჩამეთვალოს და რაღაც განაგონები მოგიღოთ, მაგრამ ფაქტი სახეზია, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე, ძალიან ბევრმა დაანება თავი ტრაილერზე მუშაობას, ვისაც ესე იგი ისეთი კატეგორიის CDL-ი აქვს აღებული, რომელიც არის non-domicile, ანუ მოკლედ და გასაგებად და კონკრეტულად რო ვთქვათ, ესე იგი, ვინც ვიზა დარღვეული და მერე პოლიტიკური ქონდა მოთხოვნილი, ან მექსიკიდან იყო შემოსული და პოლიტიკური ქონდა მოთხოვნილი და ამის საფუძველზე ქონდა აღებული სოუშელი და სამუშაო უფლება, იმ ხალხს დაუწესეს შეზღუდვები იმ თვალსაზრისით, რომ driver license, ანუ მართვის მოწმობაზე რომ გაუვათ ვადა, ვეღარ შეძლებენ გაგრძელებას, თუ არ ექნებათ ლეგალური სტატუსი, ანუ არ ექნებათ, თუ ექნებათ green card ან ექნებიან მოქალაქეები, მაგ შემთხვევაში გაუგრძელებენ. ეხლა დამატებით, მე რაც გავიგე, კიდე ერთი პრობლემა შეექმნა ამ ხალხს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვადა აქვთ ლაიცენზზე და შეუძლიათ რამოდენიმე წელი კიდე იმუშაონ, დამატებით ესეთი პრობლემა წარმოიშვა კიდე, რომ ანუ ჩვენ მძღოლებს გვაქვს, ანუ გავალდებულებენ medical card-ის აღებას. რას ნიშნავს? ეს არის სამედიცინო ბარათი. ანუ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უნდა გავიაროთ სამედიცინო შემოწმება და შემდეგ ეს სამედიცინო შემოწმებას გავივლით და თუ დადებით პასუხს მივიღებთ, რომ ვარგისები ვართ, გვაძლევენ medical cards, რომელიც შემდეგ უნდა ან ელექტრონულად უნდა ავტვირთოთ, ან უნდა მივიტანოთ DMV-ში და უნდა ავტვირთოთ იქ, რაც საფუძველი იქნება იმის, რომ ანუ ამ შემთხვევაში სატრანსპორტო, ანუ ტრანსპორტის სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უკვე ცნობა აქვს ჩვენზე, რომ ჩვენ ვარგისი ვართ სამუშაოსთვის. უხეშად ხსნი, ახლა აქ ცოტა სხვადასხვა ნიუანსებია და როგორც ვიცი, ახლა
აი ზუსტად ამ medical card-ების ასე ვთქვათ, განახლებაზე შეიქმნა პრობლემები რამოდენიმე პიროვნებამ, ვინც სცადა რომ განეახლებინა ეს medical card-ები უარი უთხრეს და ვერ გააგრძელეს. ნუ ყოველ შემთხვევაში ამას თვითონ ის პიროვნებები წერდნენ, ვისაც ესეთი მსგავსი ამბავი შეექმნა. მე მეტი არაფერი არ ვიცი ამის შესახებ, არც ის ვიცი რომ ელექტრონულად თუ აკვირთავენ მერე შეექმნებათ თუ არ შეექმნებათ პრობლემა თუ ხელზე რომ მიიტანენ მხოლოდ მაშინ ექმნებათ თუ ამის შესახებ არ ვიცი მე უბრალოდ ინფორმაცია ვიცი რომ medical card-ების გაგრძელებასთან დაკავშირებით არის პრობლემა და ეს არის დადასტურებული. წვრილმანებზე სამწუხაროდ მე არ ვუყურებ ინფორმაციას და ვერ მოგახსენებ. ესეთი სიტუაციაა ზოგადად და რა ვიცი ამერიკაში მუშაობა და სამუშაო არასოდეს არ დაილევა, მინდა რომ ყველას ხნეობა უსურვო, წარმატება უსურვო, ვინც აქ არის, რა თქმა უნდა, ემიგრანტები და ცდილობენ მუშაობას, ყველას მინდა წარმატება უსურვო და გული არ გაიტეხონ, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ტრაილერზე არ ემუშავებს ადამიანი, უამრავი სხვადასხვა რაღაც სამუშაოები არის, სადაც უფრო შეიძლება უფრო მეტად კომფორტულადაც იგრძნოთ თავი. ასე რომ მე კიდე გავაგრძელებ ვიდეოების გადაღებას, რა თქმა უნდა, თუ რამე ისეთი სიახლე შემხვდა გზებზე აუცილებლად იმასაც გადავიღებ და ასევე გადავიღებ იმ ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ტრაილერზე მომუშავე ხალხი ეწევა აქ ამერიკაში. მადლობა რომ მიყურებთ, რა თუ ჩემ ვიდეოებს თვალსადევნეთ და მოგწონთ ვიდეოები, გამოიწერეთ არხი, ამით ძალიან დამავალებ. დიდი მადლობა და წარმატებები ყველას. The walls have ears, the night has eyes, a secret hidden in disguise, a single touch, a stolen glance. We never stood a single chance against the rules they all set down. In this dead and silent town, a whispered name, a secret vow, the only truth I'm living now. They say it's wrong, they say it's sin. Oh,